მოგესალმებით, მეგობრებო. დაბნელების ტელეფონზე მინდა პატარა ვიდეო ჩაგიწეროთ. ხა რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ყველა შიში თელუდება ხოლმე. რამელის უამრავი შეტყობინება მომდის ხოლმე რამელის ამ დაბნელებაზე და ხო კარგად იქნება ყველაფერი და ნუ ჯერ ერთი რომ 3-6 დაბნელება გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ და ყველა დაბნელებაზე ერთი და იგივე ხდება თან. და რა არის ხა რეალურად, აი ამ პოპულისტური ასტროლოგიის მიღმა, მინდა გითხრათ, რას ნიშნავს საერთოდ ეს მთვარე მზის დაბნელება, ხო? ეხლა გვაქვს დერეფანი გვეწყება უკვე დაბნელების და პირადად ჩემ გამოცდილებას გეტყვით, როგორ მუშაობ ხოლმე, აი როგორ ვცდილობ, რომ დავგეგმო დაბნელების პერიოდი. ესე იგი პირველი ის რომ დაბნელების დერეფანი სანამ დაიწყება, დაბნელების დერეფანს გულისხმობ მეგობრებო, მთვარის დაბნელება და ორ კვირაში იქნება მზის დაბნელება. ხო, 25 მარტს ეს არის მთვარის დაბნელება, 8 აპრილს ეს არის მზის დაბნელება. ამ შუალეს ვეძახით დაბნელების დერეფანს. მაგრამ მინიმუმ 1 კვირით ადრე უკვე იგრძნობა ხოლმე და მოვლენებიც იწყება დაბნელების წინ. აი თუნდაც ახლა მოსკოვში რაც მოხდა ეს არის დაბნელების, აი როგორ რაღაც იცით, აი დამხმარე, იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვა დროს არ ხდება ხოლმე, თქვათ ესეთი რაღაცები, მაგრამ უფრო დრამატულ ტალღას იღებს ხოლმე დაბნელების პერიოდში და მაგიტომ გონიათ, რომ თვითონ დაბნელებია მოუტანთ რაღაცა ცუდს და უბრალოდ არის ცოტა რთული დღეები ხოლმე თვითონ ეს პერიოდი. დერეფანი ცოტა რთული არის და ამავე დროს მანამდეც არის ცოტა რთული. მაგალითად შეიძლება წავიქცეთ, შეიძლება რაღაც პატარა ტრავმა მივიღოთ, ხომ? მე ხშირად მაქვს ხოლმე ეს დაკურებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დაბნელებაზე ვარ დაბადებული და ახლა მე პირდაპირ მეხება ხოლმე, დაბნელების პერიოდში ვინც ვართ დაბადებულები, უფრო გვეხება თითქოს. თუმცა არის მეორე მომენტი, რომ აი ვიცი, რომ ამ პერიოდში ახალი დერეფანი იხსნება ხოლმე ყოველთვის. აი დაბნელება ძრავს იმას, თუ რამე იყო მანამდე ძველი, უკვე შესაძლებელი უკვე აღარ არის საჭირო თქვა ამ სიტუაციის გაგრძელება, იდეალური საშუალება არის დაბნელება ეს შეიცვალოს. ახალი პროექტი მინდა მაგალითად, ან ახალი ცხოვრების ახალი სტილით დაწყება მინდა, ან აზროვნების შეცვლა მინდა. აი ეს დაბნელებები ზოგადად ძრავს ესეთ რაღაცებს. ამიტომ მე ყოველთვის პირიქით ძალიან დიდი პოზიტივით უყურებ. უბრალოდ იმ პერიოდში შედარებით ფრთხილად გავდივარ. მაგალითად მიყვარს მანქანის ტარება, მიყვარს ყველაფრის ტარება, რასაც გაზი აქვს და მაგ პერიოდში შეიძლება ახლა რაღაც სასწაული არ გავაკეთო. მაგალითად არ ავიღებ, ხა ისევ მინდა მოტო მის გაგრძელება, ისე რომ თქვა, სასწავლო პროგრამების, როგორც ქვია, და ამ პერიოდში მაგალითად არ დავიწყებ. ჯერ იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდში შეიძლება ან პატარა ტრავმა მივიღო, ან ისე ვერ ვისწავლო როგორც მე მინდა, ხო? აი ეს ძალიან ცხოვრებისეულად გიყვებით, ახლა აი ძალიან მარტივ დონეზე, ხო? ან რაღაც კურსი მინდა ავიღო, სასწავლო, თუ არ არის ეზოთერული, თუ არის რაღაც ეზოთერული თემატიკა, თუ არის ცოტა ისეთი სიღრმისეული თემატიკა, რომელიც ფსიქიკას ცვლის, ენერგიებს ცვლის პირიქით, ამ პერიოდში არის ძალიან კარგი. ამის გაკეთება და აი ლექციებს ან ცოტა ისეთ ღრმა ტრენინგებს პირიქით ამ პერიოდში მაქვს დაგეგმილი, მაგალითად, იმიტომ რომ რეალურად ამ პერიოდში გახსნილი არის ხოლმე ესეთი არხები, რითიც ჩვენ შეგვიძლია ის ცვლილებები შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში. ანუ ამისთვის პირიქით ვიყენებ ხოლმე მე პირადად დაბნელებას, თუ ან ჰიპნოზზე მინდა წასვლა, ან ღრმა თერაპიაზე, არა ყოველ ესეთ მარტივ თერაპიაზე. მაშინ ავარჩევდი მე პირადად დაბნელების ზონას, ხო? ანუ პირად კომბინაციებს, ანუ პირად ცხოვრებაზე სამუშაოდ დაბნელებები არის ძალიან კარგი პერიოდი. მაგრამ აი ზოგადად რუტინული ცხოვრებისთვის აი სიამოვნებაში ენერგია ითხოვს, რომ რაღაც ახალი დავიწყოთ. ჩვენ კიდევ ისევ იგივეს ვაკეთებთ მაგალითად, ხო? არაფერს არ ვცვლით ცხოვრებაში, არაფერს არ ვცვლით აზროვნებაში. აი აქ უკვე რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს, რაც უკვე ან ტრავმებთან არის დაკავშირებული, ან დაუგეგმაობასთან, რომ აი მე რაღაცას არ ვგეგმავდი და ნუ ცვლილებების ინერციამ რაღაცა მოახდინა, ხო? ამიტომ მე როცა რაღაცები თუ მოხდა დაბნელების დერეფანში მანამდე და შემდგომ 1-10 დღით ადრე რაღაც სიტუაცია
სიტუაციებში მოვყევი, უკვე ფიქრდები. რა ხდება? ან აგრესია დამიგროვდა თუ ტრამვა არის, ან არ უსმენდი ჩემ თავს, ან უკმაყოფილო ვარ, ოღონდ ვერ გრძნობ ამას, ხო? ანუ ყოველთვის არის რაღაც შიდა პროცესები და გვეხმარება ეს პერიოდი ჩაუღრმავდეთ, აი ვიპოვოთ ისეთი პასუხები, რომელიც სხვა დროს მაინც არ იქნებოდა ეს შესაძლებელი დაგვენახა ესე მარტივად, ხო ეს ყველაფერი. ამიტომ გეუბნებით, რომ შიში კი არ არის საჭირო დაბნელებების პირიქით, მნიშვნელოვანი არის მოსმენა. და აქ არის ყველაზე კარგი კონტაქტი საკუთარ თავთან, მაგ დროს უფრო კარგად ხვდებით რა გვინდა, აი კარგად ხდება მოსმენა საკუთარი თავის და იმასაც ხედავ რა ზოგჯერ აი ეს შფოთვა, შიში, ყველაფერი ამოტივტივდება ხოლმე ამ პერიოდში. აი მაგალითად აქ ადამიანს დაუმშავებელი ტრამვები ძალიან ბევრი. არ აქვს საკუთარ თავთან კონტაქტი, არ იცის რა უნდა მაგალითად, ხო? არ იცის როგორ დაეხმაროს თავის თავს, ან ახლობელს. აი მაგალითად ძალიან ბევრ რესურსს დებს სხვებში, თავის კარიერა გადადებული გვერდზე, ან მარტო თავის კარიერად მიდის, იმიტომ რომ ეშინია ოჯახთან ურთიერთობის, ხო? ცუდი გამოცდილებების გამო, ან მეგობრების ეშინია, ან პირიქით სულ მეგობრებში რაღაცისგან გარბის. ანუ არაცნობიერი რაღაცეებია დაგროვილი, ბევრი, მე ერთვება შიშები. პანიკა, დაძაბულობა, ეს ამოდის უბრალოდ ზედაპირზე. ანუ ეს ჩვენში ცხოვრობს, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, ვაიგნორებთ, ხო? ესე იგი რაღაცეები არის გადასახედი. ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ვერ მივხვდეთ ამას, ვერ დავინახოთ, მაგრამ დაგვეხმაროს სხვა, რომ ჩვენ სწორი გზით მიგმართოს, ხო? აი მაგიტომ დავდიოდი მე სხვადასხვა, რა ვიცი, სად არა ვარ ნამყოფი. განსაკუთრებით ამ პერიოდებს ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე კარგი კონტაქტი საკუთარ თავთან მაშინ შეიძლება. ან კარგად, ან ცუდად, ესეც კონტაქტია საკუთარ თავთან, მეგობრებო, რომ რაღაცა გვაწუხებს და გვაქვს პანიკა, დაძაბულობა, რაღაც უდის მოლოდინი, შიშები, ესეც კონტაქტი არის, გვიკაკუნებს შიგნიდან საკუთარი თავი, რომ მომისმინე, რაღაცა მაწუხებს და შენ ჩემი არ გესმის. ეს წინასწარ ვამბობდი პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ სხვებს, ხო? და ჩვენს სამყაროში ვართ ჩაკეტილი. ყველაზე დიდი პრობლემა იმიტომ ვართ ჩვენ სამყაროში ჩაკეტილი, რომ აქეთ გვიქაჩება ჩვენი თავი და ჩვენ თავსაც ვერ ვხედავთ სინამდვილეში. აი შიგნით რა ხდება, ჩვენ წარმოდგენა არ აქვს, ხო? ესე ვცხოვრობთ არაცნობიერად, გაუცნობიერებლად ვცხოვრობთ ხოლმე ადამიანები, როგორც წესი. ანუ რაცაც ხედავთ, რაც გვასწავლეს, რაღაც დასწავლილი წესებით, დასწავლილი ცხოვრების გზით და რა უნდა ჩვენ თავზე შეიძლება ზოგმა 45 ან 50 წლის ასაკში აღმოაჩინოს სინამდვილეში რა უნდა. ზოგმა შეიძლება 20 წლის ასაკში, ხა ზოგიერთი არის პატარა ბიჭებიც, გოგოებიც, ვისაც კონსულტაცია მაქვს, ისე კარგად იციან რა უნდათ. აი მთელი ცხოვრება აქვთ გაწერილი უკვე, ზუსტად იციან რას როგორ მიაღწიონ. და აი ცოტა გაკურებული ვარ ხოლმე მე მაგ დროს საერთოდ ვიცოდი რა მინდოდა კი რა ვინ საერთოდ რო ვარსებობდი იმას ვერ გრძნობდი თელი თავისი სიღრმით თორე ისე შეიძლება ამიტომ ყველაფერს აქვს ხოლმე რაღაც თავისი გარედან დახმარება იქნება ეს სამყაროს კოსმოსი გვაწვება ესე რომ იგრძენი შენ თავი ჩაუღრმავდი შენ თავს ხო რაღაც კონტაქტზე გადი შენ თავთან ან ახლობლები გვეხმარებიან, პარტნიორები გვეხმარებიან, ოღონდ ვისაც როგორც შეუძლიათ ისე, ხა დედა თუ ცუდად ეკცევა შვილს, სიამდვილეში გვეცნობიერად უნდა მისი დახმარება, უბრალოდ როგორც შეუძლია ისე ეხმარება, ხო? სხვანაირად არ იცის, ხო? და ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი დაბნელების დერეფნები, ცოტა კარგად გამოვიყენოს და დავინახოთ, რაც თავარია. მე ცოტა უფრო ფსიქოლოგიურად გეუბნებით, თორე ხარ დაგიწყოთ, რომ აი ეს კვადრატი, ის ასპექტი, ხო? კი, ეს არის გარე ტენდენციები, რაც შეიძლება იყოს მაგალითად სასწორის მე-4 გრადუსზე იქნება დაბნელება, ზუსტად მე-4 გრადუსზე და შესაბამისად ოპოზიციურად ვერძის მე-4 გრადუსზე. ვისაც ამ ზონაში პლანეტები ყავს, მეგობრებო, განსაკუთრებით შეეხებათ, ახლა მზეზე აღარ მაქვს უკვე ლაპარაკი, ხო? სასწორებსაც შეეხებათ, რა თქმა უნდა, და აი ზოგადი ფონი აი ამ დაბნელების იქნება მაინც პარტნიორულ ურთიერთობებსა და ანუ დიპლომატიას, სხვებთან ურთიერთობასა და მე რაც მინდა იმათ შორის აღმავალი კარმული კვანძი ხო ვერტში არის ახლა და დაღმავალი კვანძი იქნება მთვარესთან ხო შეერთებაში შესაბამისად აი ის საკითხები უკვე რომ სხვებს რა უნდათ ან მოდი მოვერგოთ ყველას მოდი არ თქვა ის რაც მე გულით მინდა ხო ეს ნენელა არის გასაშვები ეს არის დასასრულებელი მთვარის დაბნელება იძლევა დასრულებას რაღაც პროცესი უკვე უნდა დავასრულო მაგალითად
ჩემ პლანეტები პირდაპირ ჯდება ამ დაბნელებებზე და ზუსტად ვიცი რომ ესე წამყვანი ძლიერი პლანეტები აქ რაღაცა კონკრეტულად შემეხება. ძალიან მნიშვნელოვანი სახლებს აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ ვიცი რომელ სფეროში შემეხება. რაღაც ახალი უნდა დავიწყე, რაღაც ახალი ენერგიით უნდა გადავიდე ვერძის ენერგიაში, ხო? პირდაპირ რუკა ჩვენ გვეუბნება ესე სიტყვაზე, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვისაც ახლა ვერძში ყავს ისედაც რაღაც პლანეტები, იმისთვის ეს ოკეი არის. ანუ იცის დიპლომატია შეიძლება და იცის საკუთარი პირადი საზღვრების დაცვაც. და მე უფრო ისე ვუყურებ ახლა აი პირადად ჩემზე რო გითხრათ, ხო, ამ დაბნელებაზე, ხო? აი უფრო კონტაქტზე გავედი და ვაკვირდი მე სხვებთან, აი ემოციურ შინაგან კონტაქტზე უფრო გაუგე ადამიანებს და აქედან მივხვდი თურმე ჩემ თავთან როგორი და ჩემ თავი როგორ დამინახავს. იმიტომ რომ ისე არ ხდება თუ ჩვენ თავს არ ვხედავთ, სხვებს ვერ დავინახავთ. აი გიყვარდეს თავი შენი, რო იწყება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვას ვერ შევიყვარებთ ჩვენ. ეს არის ძალიან ისე ფართო ჩაბლონურად ნათქვამი და სიღრმეში არის აი ეს დაანახვები, ხო? და აი ეს პარტნიორული ურთიერთობები და ვერძი, ეს არის დასაბალანსებელი, მაგრამ აღარ უნდა ვიაროთ დათმობების გზით, მაგრამ იმასაც არის შეს რომ კონფლიქტი უნდა დავიწყოთ, ხო? მე ეზოთერულად უფრო უყურებ, რომ წავა უფრო აი გლობალურ დონეზე რო გითხრათ, უფრო წავა, აი ვინც უფრო გაბედული იქნება, ვინც უფრო თამამი იქნება, ან ვისაც ეს არა აქვს, აი შანსი ეძლევათ გამოავლინონ ეს თამამე, ეს ოპტიმიზმი, სიძლიერე სულის, ხო? და არა ის არაჯობია იმას მოვერგო, ამას მოვერგო, იმას. და ხშირად გონიათ ხოლმე აღმავალი ვერძი იმას ნიშნავს, რომ აი ახლა უნდა ვიჩხუბო, უნდა ვიყვირო, ვიწივლო, ეს არ არის ვერძი. ვერძი არის შინაგანი თვითრწმენა, ოპტიმიზმი, სიძლიერე, რომ მე ამას შევძლებ. მე აი აქ რაღაც მამოძრავებს, მე ვარჯიშს ვიწყებ მაგალითად, მე რაღაც პროექტს ისიც მეშინო და მაინც ვაკეთებ ამას, ხო? ნენელა თავში დარწმუნებული ვხდები, იმიტომ რომ მე გაბედული ვარ. აი ვისაც ეს თვისებები აკლია, მათთვის ეს დაბნელება ძალიან კარგი იქნება, რომ აი ეძლევათ შანსი, რომ ეს თვისებები განავითარონ. აი ეს მე ვინ ვარ, მე რა მინდა, აი ჩემ ცხოვრებას უფრო ფართოდ შევხედო. აი ამის ენერგია შემოაქვს ახლა უკვე აი ამ დაბნელებას. და თვარი არის უკვე სასწორში, მაგალითად დაღმავალთან ერთად, რომ ნენელა უნდა გავუშვათ უკვე ჩვენ აი ეს დიპლომატია, ეს რაღაც ზედმეტი თავში დაურწმუნებლობა, მერყეობა, თვისებები და იმიტომ სასწორი მერყეობა არის. ესე გავაკეთო თუ ესე, აი მე არ ვიცი ესე იქნება თუ ისე. აი ეს არის უკვე გასაშვები ხასიათიდან, ქცევიდან და სიტუაციიდან. და უკვე უნდა ჩაერთოს მე 8-ში იქნება უკვე მზის დაბნელება. ის უკვე ჩართავს ვერძულ ენერგიას, როგორიც არის მაგალითად, რომ მე უკვე უნდა გავაძლიერო ჩემი მე უნდა გავაძლიერო ინდივიდუალიზმი, ოპტიმიზმი, უშიშარი ხასიათი, შემეშალოს არა უშავს, მაგრამ იქნება ეს ჩემი გადაწყვეტილება და აქ უკვე ჩემ თავთან გავალ კონტაქტზე და არა ყველას რო ვუსმენ, იქ მათი ცხოვრებით ვცხოვრობ და შესაბამისად მე ჩემ თავს ვეღარ ვხედავ ამითი. აი ეს დაბნელება არის რეალურად ეს. და კი ლამაზად იფორმება ხოლმე განსაკუთრებულ ცხოვრ საიტებზე, ყურებადიც რო იყოს, ვისაც არა აქვს ეს სიღრმე, ადვილი არის მათთან მარტივი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ერთხელაც გავაწლები და მოგბეზრდებათ. მიხვდებით რა ეგრე აღარ მუშაობს და ამიტომ მუშაობს უფრო სუძოდა სხვანაირად და ამიტომ მე გთავაზობთ რეალურად გამოცდილებას, აი ამდენი წელია ვაკურდები ამას, ახლობლებს ვაკურდები და კი არის პერიოდულად ტრამვული, ცოტა საფრთხილო, მაგრამ ეს იმას არ შეცდოს, რა უცებად ჩვენ გვექნება რაღაც. ძალიან მნიშვნელოვანი არის პირად რუკაში როგორ არის ჩვენთან ეს დაბნელება. პირად რუკაში რა ხდება ჩვენთან, რა ცხოვრებით ცხოვრობთ, როგორ მივდივართ წინ, ხო? და აი ამის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რა გავლენა ექნება ადამიანზე. მაგრამ ზოგადი ფონი, აი ხა ის რაც გითხარით იმის გარდა ესე დეტალებში კონკრეტულად ყველა ადამიანზე არ მუშაობს, რა თქმა უნდა და ესეც უნდა გაითვალისწინოთ. აბა, მაშინ დაგემშვიდობებით. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო და შვიდად იყავით, დააკვირდით ყველაფერს. ხალხი შეიძლება იყოს ცოტა მეტად გაღიზიანებული ვიდეო არის ხოლმე, იმიტომ რომ ზოგი ვერ უმკლავდება, შიდა პრობლემებს ვერ უმკლავდება, შიდა კონფლიქტებს, რომელიც ამოდის ზედაპირზე და მე მაგალითად შედარებით გაგებით უყურებ ხოლმე, გაგებით ვეკიდები, რომ ხდება ხოლმე მოვადრო და დავამუშავებთ ხო თქვათ რაღაცეებს ხო და გავარკვევთ ესეთი დროის საკითხი არის და ბედნიერი დაბნელებები თქვენ აბა დროებით